მოგესალმებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის IP ჯოკი მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნს. გამოძიებით ადგიდა, რომ ნს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. ბრალდებულმა დიდი ოდენობით ფრთამის აღების მიზნით საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის 10 დღით ქირანობით დაინტერესებულ ერთ-ერთ პირს ფრთამის სახით მოსთხოვა 20,000 ლარი. დაკავებულის მოთხოვნით 5,000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო IP-ის ანგარიშზე, ხოლო 15,000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის. დანაშაულებრივი განზრახვის შენების მიზნით ნს-მ დაამზადა ორი ხელშეკრულება, ერთი ფაქტის ქირანობის, ხოლო მეორე ფიქტიურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით. ნს დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის 7,000 ლარის აღების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდევადით. აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით. საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს დაიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნა უმკაცრესი ზომები განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებისა. მადლობა.